პირი უკვე გადმოყვანილია საქალაქო სასამართლოში, სწორედ ამ წუთებში სავარაუდოდ დაარეგისტრირებს უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ საქმეებს და დღის ბოლომდე მათი სასამართლო პროცესი ჩაინიშნება. უკვე რამდენიმე წუთია რაც საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან და ამის ფონზე ადგილზე შეინიშნება საპატრულო პოლიციის მობილიზება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საქალაქო სასამართლოს ეზოში არიან მობილიზებულები, რაც შეეხება უფლებადამცველების პოზიციას. ადვოკატები ამბობენ, რომ არ არსებობდა იმის საფუძველი, რომ დაკავებული 10 პირი ადმინისტრაციული წესით 48 საათის განმავლობაში ყოფილიყო საპატიმრო დაწესებულებაში. მაგალითად, სანდრო სეხნიაშვილის ადვოკატი განმარტავს, რომ დღეს მას ექნება სასამართლო პროცესზე შუამდგომლობა იმის, რომ გამოიკითხოს პოლიციის მაღალჩინოსანი დავით მამაგეიშვილი. ადვოკატი განმარტავს, რომ მის მიერ მოპოვებულ ვიდეო კადრებში კარგად ჩანს ის ფაქტი, როდესაც პოლიციის მაღალჩინოსანი მის დასაცავ პირს სახელში ხელს ურტყამს და მეტიც ადვოკატი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ეს დაზიანებები მან მიუთითა წინასწარი მოთავსების იზოლატორში შესახლების დროს შედგენილ ოქროში. შესაბამისად, საინტერესოა დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე ამ შუამდგომლობას და გამოიკითხება თუ არა საქალაქო სასამართლოს დარბაზში პოლიციის მაღალჩინოსანი დავით მამაგეიშვილი. ხო, სანდრომ აღნიშნა, რომ მათ შორის იზოლატორის სამეცნიერო ფურცელშიც წერია, რომ მას აღენიშნება დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეაში, აქ ჩაწითლებები. ვიდეოშიც აშკარად ჩანს და ფიქსირებს პოლიციის თანამშრომელი დავით მამაგეიშვილი, როგორ ურტყავს მას ხელს სახეში. შესაბამისად, მას ედავებიან წვრილმახულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას. აღსანიშნავია, რომ ამის კადრები არც არ არსებობს და ალბათ კიდევ ერთხელ მოიყვანენ არაერთ პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ერთ და იგივე დაზეპირებულ ტექსტს იტყვიან. კადრში აშკარად ჩანს, რომ ინიციატორი უშუალოდ დაკავების იყო დავით მამაგეიშვილი, ერთ-ერთი პოლიციელი იყო, ვინც ამ დროს კენ წავიდა და შემდეგ მას გაყვნენ ყველა სხვა თანამშრომლები, ასე რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მისი პოზიცია უნდა იყოს, თუ რატომ გადაწყვიტა იმ მომენტში სანდრო სეხნიაშვილის დაკავება. რომ აღნიშნული შუამდგომლობა მექნება პროცესიც. 10-ვე პირის მიმართ უკვე შემოტანილია საქმეები თბილისის საქალაქო სასამართლოში. ჩვენ ვიცით, რომ იზოლატორიდან უკვე გადმოყვანილები არიან და აქ არიან საკნებში მოთავსებულები. ყველა მათგანის მიმართ წარდგენილი არის ბრალდება, ასე ვთქვათ, რომ თითქოს მათ ჩაიდინეს წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის დაუმორჩილებლობა, რაც რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ ყველამ ნახეთ ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ ეს ადამიანები მშვიდობიანად დგანან უბრალოდ და უჭირავთ რაღაც ფურცლები, რომლის გამოც არ შეიძლება ადამიანი დააკავო, იმიტომ რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი, თუნდაც ფურცლით იდგე რუსთაველის გამზირიქემოთ თავისუფლების მოედანი და გააკრიტიკო. არაგონივრული იყო მათთვის 48 საათით გაგრძელება პატიმრობის, რადგან არანაირი საფუძველი არ არსებობდა ამისი. დაკავების უფლებები არის დარღვეული, მათ არ განუმარტეს რისთვის ხდებოდა დაკავება და არც ის იციან, რატომ არიან დაკავებულები რეალურად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებდნენ ეს აქტივისტები და მათი დაკავება მოხდა სრულიად არაგონივრულად. მათი მხრიდან არ ყოფილა არანაირი შეურაცხყოფელი სიტყვები, მათი მხრიდან არ ყოფილა არანაირი წინააღმდეგობის გაწევა პოლიციის მხრიდან. ხეზე არ ქონდა არანაირი არის მოწოდება, პირველადი მოწოდება და არანაირი იმის საფუძველი და იმისი უკიდურესობა, რომ მოხდარიყო ამ პირების დაკავება. დღეს საქალაქო სასამართლოში 10 პირის პროცესი უნდა ჩაინიშნოს, როგორც უფლებადამცველებს აქვთ ინფორმაცია. 10-ვე საქმეს სხვადასხვა მოსამართლე განიხილავს, ყველა ელოდება ამ სასამართლო პროცესების ჩანიშვნას. დღის ბოლომდე გახდება ცნობილი ხელში ბანერის დაჭერის გამო გაუშვებენ თუ არა სამოქალაქო აქტივისტებს რამდენიმე დღიან პატიმრობაში, თუ მათ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული ფულადი ჯარიმა.